მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას TOK News. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ყოლბაიამ პროფესორს და 4 სტუდენტს ჯგუფური ძალადობის მუხლით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. პროცესის შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. ამერიკა, გერმანია, იტალია, აზერბაიჯანი რამდენ ქვეყანას გავიხსენებს, სადაც ანრის პიანისტობას აქვს აღიარება. უდიდესი ქართველი პიანისტების მოწონება. ჯილდოები აქვს თავად ამ სახელმწიფოსგანაც 20 წლის ასაკში უყვება აჭარა Times ანდრი კაკაბაძის მეგობარი. სასამართლო გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ჩვენ არ ვეცით დანაშაულების გამო ჩაჯდა 5 ადამიანი ციხეში. მათ შორის ძალიან გამორჩეული ბათუმელი მამუკა ჯორბენაძე. მათ შორის ციხეში არის, მათთან ერთად აღმოჩნდა მისამართოდ, უმიზნოდ. ამ ყველაფერს იქით არის ძალიან მაგარი ბიჭები, მთელმა ბათუმმა იცის ეს ბიჭები. არ უიძახი არაფერს სასამართლოს სხვა ისე ამ არასწორ გადაწყვეტილებაზე. ყველა ბათუმელს მინდა უთხრა ცალსახად, ეს ბიჭები, ყველა გამორჩეული ბათუმელი. ყველგან ბათუმელმა იცის ეს რა თქმა უნდა, სხვამ და უცხო ვერ მიხვდება. მიხვდება ეხლა ასაც ვიტყვი. ანდრი კაკაბაძე შემიძლია მხოლოდ ქვეყნები ჩამოთვალო, ამერიკა, გერმანია, იტალია, აზერბაიჯანი. ავი კიდე რამდენი ქვეყანას გავიხსენებ, რაც შემთხვევაში, სადაც ანდრი კაკაბაძეს პიანისტობას აქვს აღიარება. ეს შეგიძლიათ YouTube-შიც ნახოთ, ახლავე შემიძლია გაჩვენოთ რადონის ხელოვანი ანდრი კაკაბაძე. უდიდესი ქართველი პიანისტების მოწონება, პრემიები, ჯილდოები, თვითონ ამ სახელმწიფოსგანაც უამრავი პრემია და ჯილდო მიუღია ანდრი კაკაბაძეს, როგორც პიანისტს 20 წლის ასაკში. ციტატა: მე ამათ ქართული ოცნების ადგილზე ტრამპს გავასწრებდი. ტრამპი ბევრად უფრო ქმედითი და მძაფრი ნაბიჯების გადადგმის მომხრეა ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია. ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მერაბიშვილი გადაცემაში ამასობაში. საქართველოს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციისა და საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულებების ანალიზისას. მე ამათ ადგილას ტრამპს გავასწრებდი, აბსოლუტურად სერიოზულად ვიძახი. იმიტომ რომ სხვათა ტრამპი ბევრად უფრო ქმედითია და ბევრად უფრო მძაფრი ნაბიჯების გადადგმის მომხრე არის ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია და ერთსაც დავაკვირდებოდი რომ მაკრონის ზარი შედგა ტრამპის არამარტო სალომეს და მაკრონის შეხვედრა იყო, სამის შეხვედრა იყო, ტრამპი, მაკრონი, სალომე და ეს ზარი უფრო ის იყო რომ მაკრონი იტყვის რაღაცას, ეტყვის რაღაცას, გაითვალისწინებს თუ არა ოცნება ერთი საკითხია და მერე უკვე ტრამპის ინაგურაცია მოხდება და რა თქმა უნდა ის შედეგები რასაც მაკრონი დადებს, მაკრონის დიალოგი დადებს ოცნებასთან, ივანიშვილთან ეს გასათვალისწინებელი იქნება ტრამპისთვისაც. ასე გამოდის მაშინ ქართული ოცნების პასუხით მეორე რაც მოაყოლა რომ არ დაუჯერეს იმას რაც უთხრა მაგრამ ეგრე იქნებია. ესენი მაინც ცდებიათ ებრაელი ბიზნესმენების მეშვეობით, ებრაული ლობის მეშვეობით რომ რაღაცნაირად დაალაგონ როგორ ირანის პროცესს როგორ ხდება? ცოტა შორს წავალთ ახლა. პასუხი არის გენიალური, იმიტომ რომ პირველ რიგში აი თქვენი პრემიერი რო იდგა ირანში და იმად გვერდზე სადაც მე 5 წუთი რო ისმოდა სიკვდილი ისრაელს და სიკვდილი ამერიკას, ეგ როგორ ხდება? ეს იყო პასუხი რაც ვიცი. რა არის ტოქსიკური მასკულინობა და როგორ აისახება ის ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე? არასამთავრობო ორგანიზაცია საფარმა ამასთან დაკავშირებით ჩაატარა კვლევა თუ როგორი გენდერული განწყობებია ახალგაზრდა ქალებში და კაცებში. რა კავშირია გენდერულ სტერეოტიპებსა და ტოქსიკურ მასკულინობას შორის? საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გავესაუბრეთ კვლევის ავტორს და სოციოლოგ გიორგი ურჩუხიშვილს. მადლობა რომ მომიწვიეთ გადაცემაში. მე ვარ გიორგი ურჩუხიშვილი, სოციოლოგი. დაახლოებით 20 წელია ვიკვლევ ახალგაზრდა კაცებს და მასკულინობას სამხრეთ კავკასიაში და აღმოსავლეთ ევროპაში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რაც გვაქვს არის კაცურობის, მასკულინობის ტოქსიკური მხარე, რაც იგულისხმება საზოგადოების ისეთი მოთხოვნები კაცურობაზე, რომელიც დროთა განმავლობაში თვითონ კაცებისთვის და საზოგადოების სხვა წევრებისთვის საზიანოდ შედეგების მომტანია, ხო? მათ შორის
კაცურობასთან დაკავშირებულია ყველანაირი პრობლემის, გაჭირვების, ატანა, მოთმენა, სიჩუმე, არ გასაჩივრება, ელემენტარულად ტირილი ეკრძალებათ კაცებს და საბოლოო ჯამში გვაქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები კაცებში გავრცელებული, თუმცა ამის სტატისტიკაც არ გვაქვს, იმიტომ რომ ცხვენიათ კაცებს, რომ თქვან, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. იმიტომ რომ ამაზე კიდე ცალკე წნეხი და დაცინვა მოდის, რომ კაცი არ უნდა დაზიანდეს, იმიტომ რომ ის ძლიერია, დაუზიანებელია და შესაბამისად ეს არ გვაქვს უამრავი ჯგუფური და ჯგუფური ძალადობა, ხო, რომ მინჭებს ახალგაზრდა კაცებს უჭირთ ემოციების გამოხატვა, ეკრძალებათ ემოციების გამოხატვა და ემოციების გამოხატვის ერთადერთი ლეგიტიმური გზა არის ცემატყეპა, ძალადობა და მსგავსი ქცევები, ამიტომ როგორც ახალგაზრდა კაცებს შორის გვაქვს სერიოზული პრობლემა, ასევე არის ჯგუფის გარეთ გატანილი ძალადობა, ხო, გვაქვს ფემიციდი საქართველოში, გვაქვს ოჯახური ძალადობა, პარტნიორის მიმართ განხორციელებული გენდერული ნიშნის ძალადობა და ასე შემდეგ. გიორგი ურჩუხიშვილს ვკითხეთ, თუ ვის აზიანებს ტოქსიკური მასკულინობა და რას იწვევს? ნახოთ პასუხი. საზოგადოების თითქმის ყველა წევრს აზიანებს, პირველ რიგში თვითონ კაცებს აზიანებს, იმიტომ რომ თუ ნახავთ სტატისტიკას, ყოველ წელს აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი, ქალი კაცი ესენს ბროშურას, ნახავთ, რომ პატიმრების უმრავლესობა კაცია, ანუ ელემენტარულად გულსისხლთა დაავადებებით გარდაცვლილი ადამიანების ძირითადი წილი მოდის კაცებზე, ავარიებით გარდაცვლილი ადამიანების ძირითადი ნაწილი მოდის კაცებზე, იმიტომ რომ აი ტოქსიკური მასკულინობის შემადგენელი ნაწილია მაგალითად სარისკო ქცევები. ან ძალიან ბევრი ალკოჰოლის მიღება, ან რაღაცა ნივთიერებების გამოცდა, შემდეგ მანქანის სწრაფად ტარება, შიშის არ გამოხატვა, თითქოს აი უშიშარობის გამოხატვა, რაც საბოლოო ჯამში სავალალო შედეგებამდე მიყავს განსაკუთრებით ახალგაზრდა კაცები 15-დან 30 წლამდე. გარდა ამისა ძალიან საზიანოა ქალებისთვის, იმიტომ რომ აი ეს ტოქსიკური მასკულინობა იტესტება ხშირ შემთხვევაში სასიყვარულო ურთიერთობების დროს და ბიჭები ცდილობენ ხოლმე რომ ძალიან მასკულინური როლი მოირგონ და რაც მთელი უარყოფითი მხარე აქვს, ანუ ძალადობა, ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, აი ესენი გამოიყენონ, რომ სხვა ბიჭებს დაუმტკიცონ, რომ ისინი ნამდვილი კაცები არიან იმ გოგოებთან, რომელსაც იმ მომენტში ხვდებიან. ნუ როგორც გითხარით, ფემიციდი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჰიპერსექსუალობას ეძახიან, ანუ ბიჭებს თხოვენ, რომ დილით შუადღეს საღამოს წვიმას ქარში ყველასთან, ყველა გოგოსთან დაწვნენ, ანუ ყოველთვის მხნედ იყვნენ სექსუალურად და ნუ ეს ხო ისეთი ამბავია, ხო? ადამიანი არ არის რაღაცა რობოტი და ხშირ შემთხვევაში ისინი თვლიან, რომ მხოლოდ თვითონ არიან სექსუალურად არამხნეები და არაჯანსაღები და ესეც მენტალური პრობლემების მომტანია, უამრავი პრობლემის მომტანია. და არის კიდევ აზიანებს ძალიან მაჩო კულტურას ეძახიან ხოლმე, ანუ აზიანებს თვითონ კაცების მოლოდინებს, მაგალითად სკოლიდან დაწყებული მეცადინეობა ქალურ ფემინურ ამბათაა მიჩნეული, იმიტომ რომ ერთ ადგილას ჭდომას მოითხოვს, მოთმინებას მოითხოვს და მორჩილებას მოითხოვს და კაცები ეგეთები არ უნდა იყვნენ რა, კაცები გარეთ უნდა დარბოდნენ, რაღაც სიგიჟეებს აკეთებდნენ და საბოლოო ჯამში ნაიკის მონაცემებით რო ნახოთ, ბიჭები თითქმის ყველაფერს ჩამორჩებიან ქართველი ახალგაზრდა ბიჭები, ქართველ ახალგაზრდა გოგოებს რა. როგორ უკავშირდება ძალადობრივი რადიკალიზაცია ტოქსიკურ მასკულინობას და გენდერულ სტერეოტიპებს? ნახოთ კვლევარის პასუხი. პოლიტიკური ძალები, ანუ ან ადამიანებისაც ძალაუფლება აქვთ, კაცების ამ დაუცველ მხარეებს ძალიან კარგად იყენებენ რა. მაგალითად წარმოქმნიან ხოლმე ესეთი ბუტაფორიულ ცარიელ აღნიშნულებს, რომ თქვათ, აი დასავლეთი მოვა და წაგართმევს კაცურობას, წაგართმევს ორიენტაციას, რაღაცას არ ვიცი, შენს სამუშაო ადგილს მიითვისებს და მოუწოდებენ ხოლმე, რომ რადიკალური გზით დაიცვან ვითომ თავისი კაცური იდენტობა. აი რადიკალიზაცია, რომელიც იწვევს ძალადობას, ყოველთვის ეფუძნება ახალგაზრდა კაცებს და მათ დაუცველ მხარეებს, ხო? ანუ არ ხარ საკმარისად კაცური, ამიტომ უნდა იძალადო ვინმეზე და გახდეს კაცური. ანუ არ ხარ საკმარისად კაცური, იმიტომ რომ
დასავლეთიდან შემოსული ღირებულებები გაკნინებს, ამიტომ უნდა უარყო ეს ღირებულებები. ან არ ხარ საკმარისად კაცური, იმიტომ რომ შენი და ვიღაცას ხვდება და შენ მას ვერ აკონტროლებ. ამიტომ შენი და არ უნდა გაუშვა სახლიდან. არ უნდა აკონტროლო მისი ჩაცმულობა. ხო, ან რა ვიცი, ვიღაცა დემონსტრანტები დაარბიო, იმიტომ რომ შენ ნამდვილი კაცი ხარ, რომელიც რადიკალური ხარ, გამრაზებული ხარ და შესაბამისად ესაა სერიოზული პრობლემა, რომ პოლიტიკოსები თავისი მიზნების გამოსაყენებლად მისაღწევად იყენებენ ხოლმე ახალგაზრდა კაცების ამ დაუცველ ხარებს და აი როგორც ხორცს სხეულს იყენებენ როგორც ძაღლს. როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ტოქსიკური მასკულინობის ადრეული ნიშნები? ნახოთ პასუხი. ყველაზე მარტივი არის ხოლმე აი ცეკვის სივრცეები ან სპორტის სივრცეები, სადაც არ ვიცი, ეხლა ხშირად ცელდება ხო, ცეკვის მასწავლებლების ვიდეოები ან ამბები, რომ რაღაც ხო არ გეტკინა, შენ ამ კაცი ხარ, უნდა იცეკო, რაღაცა ფეხბურთელი ხარ, რაღაცა რაგატირებს, ხო? ანუ ამიტომ მშობლებს ახასიათებთ. ადრეული ნიშნები ყალიბდება სოციალიზაციის აგენტების მიერ, რა, დედა, მამა, თანატოლები, მასწავლებლები და სპორტის პროპაგანდა, იმიტომ რომ სპორტი არის რაღაცა ალბათ ყველაზე ესეთი კონკურენციის გარემო, რომელიც მე არაჯანს საღამოებში გადაიქცევა. ხო, ახლა ბოლო ფეხბურთელებიც აპირებენ, რომ გამოვიდნენ და რაღაცა პროფკავშირები შექმნან, რომ ახალგაზრდა კაცების სხეულები ის გამოყენება ხდება კომერციული მიზნებისთვის, ხო? ეს კომერციული მიზნები არის ძალიან ტოქსიკური, ხო? ერთი რომ ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ ამ ახალგაზრდა კაცებს და მეორე მენტალურად აღარ შეუძლიათ უკვე ამდენი ზეწოლა რა, გაიმარჯვე, დამარცხდი, ანუ სრული ამბავი და ამას იწყებენ ბავშვობიდან. არ უნდა დამარცხდნენ რა. რა საზრდოობს და ახალისებს ტოქსიკურ მასკულინობას და სად შეიძლება ვიპოვოთ დასაწყისი? ნახოთ გიორგი ურჩუხიშვილის პასუხი. დასაწყისებს განსხვავებების თავსმოხვება საზოგადოებაში, ანუ ჩვენ გვასწავლიან, რომ თუ ვიღაც შენაირი არ არის, ის შენ საფრთხეს მოგიტანს. მაგალითად, თუ შენ ხარ ბიჭი, შენთვის საფრთხეს წარმოადგენენ ქალები. ან თუ შენ ხარ ქართველი, შენთვის საფრთხეს წარმოადგენენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები ან ეროვნები სხვა ქვეყნის. ანუ სივრცე ზოგადად, მთელი, ანუ პატრიარქალური სივრცე დედამიწაზე რაც არსებობს, არის ძალიან დაპირისპირებული და მოშხამული და რაღაცნაირი რა, ანუ მძიმე. ამიტომ ყველაზე მარტივი პასუხი რაც არის, რა განაპირობებს კაცების ესეთ დღეში ყოფნას, არის მდიდარი კაცების სურვილი, რომ დანარჩენი კაცები ესეთი ტანჯვა და წამებაში იყვნენ, ხო? და მათ ინტერესებს ემსახურებოდნენ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თუ და რაიმენაირად თუ მოხდება საზოგადოებაში იმის გავრცელება, რომ განსხვავებული ადამიანები შენთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, მათ შორის შენ თავში აღმოჩენილი განსხვავებული თვისებები, ხო, ეხლა ბიჭებს ძალიან აშინებთ ხოლმე იმის აღიარება, რომ ეშინიათ რამის. იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ, რომ თუ ისინი აღიარებენ, რომ რამის ეშინიათ, მაშინ სხვები მოვლენენ და დაჩაგრავენ, რა, დაჩაგრა ეგრე არ არის, ანუ შეიძლება არ აღიარო, რომ რაც გეშინია, მაგრამ მაინც ჩაგრავდეს ვიღაცა, ხო, უამრავი ჩაგვრის ხერხი არსებობს რა, მათ შორის სტრუქტურული, ეკონომიკური, რა ვიცი, ეროვნული და ასე შემდეგ. ინტერვიუს ბოლოს გიორგი ურჩუხიშვილი პრობლემის მოგვარების გზებზე გვესაუბრება. ჩვენ ორგანიზაცია საფარს გვაქვს პროექტი ვიყენებთ მოკავშირეების სტრატეგიას ახალგაზრდა კაცებს ანუ იმეგობრებთ და მე ვატარებთ ეგრეთ წოდებულ საუბრებს საუბრობთ მენტალურ ჯანმრთელობაზე, ჰიპერსექსუალობაზე, აი body counts სხეულების თვლას რო ეძახიან ხო, რომ მე ეს საკი პრობლემას იწვევს, ხო, რომ არა აუცილებელი ეგ ამბავი ვატარებთ შეხვედრებს, საუბრობთ მოსმენის კულტურას ნერგავთ, ვცდილობთ რომ მოსმენა ავასწავლოთ კაცებს, იმიტომ რომ კაცებს მოსმენა ძალიან უჭირთ. ზოგადად ადამიანს უჭირთ მოსმენა, მაგრამ კაცებს განსაკუთრებით უჭირთ მოსმენა.
პლუს გვაქვს მაგალითად TikTok და Facebook გვერდის კივრი, შეგიძლიათ დაგვიმეგობრდეთ და ათვალიადევნოთ. ვიწერთ სახალისო, ანუ სუბუქ ჯანსაღ ვიდეოებს, რომ რამენად გავავრცელოთ სწორი შეტყობინებები ახალგაზრდა კაცებისთვის. რაც შეეხება რადიკალიზაციას, ამასაც მუშაობთ კლასიკური ხერხებით, მაგალითად ვქმნით რაღაც ცოდნას, ან ვცდილობთ რომ ეს შექმნილი ცოდნა იქნება პატარა ბროშურა იქნება, წიგნი იქნება, მივაწოდოთ კაცებს, იმიტომ რომ ეხა ინფორმაციის საზოგადოებაა და ინფორმაციის ნაკლებობა იწევს ბევრ დაუცველ მხარეს, ხო? და რაც ყველაზე მთავარია, ვცდილობთ რომ სტიგმატიზაცია და გარიყვა არ დავიწყოთ სხვადასხვა ტიპის კაცების, ხო? ან ძალიან მარტივია ხა თუ ვინმე შენი მოკავშირეა და ისიც იზიარებს რაღაცა ჯანსაღი მასკულინობის იდეებს, მათთან ვილაპარაკო, მაგრამ ჩვენი მიზანია რომ ყველანაირი ტიპის კაცთან ვილაპარაკოთ ამ პრობლემებთან დაკავშირებით და დავანახოთ მათ, რომ აი ეს მომშხამველი რაღაცა შეშლილი სამყარო მათთვის ვია საზიანო. სანქციების საკითხი დადგა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ვრცლად გიტოვებთ სტუდია ვაშინგტონს. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TalkTV-G და Facebook გვერდს TalkTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე. ბრიქსის ერთ-ერთმა წამყვანმა ძალამ, ინდოეთმა, უარი თქვა ერთობლივ ვალუტაზე, ინიციატივაზე, რომელთან დაკავშირებითაც შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ დოლარის ჩანაცვლების მცდელობის შემთხვევაში 9 წევრიანი ეკონომიკური ბლოკის პროდუქციაზე ვაშინგტონი 100%-იან ტარიფს დააწესებს. ტრამპის ულტიმატუმის გარდა ანალიტიკოსების აზრით დელის არჩევანის შესაძლო მიზეზი ჩინეთსა და ინდოეთს შორის ბრიქსში არსებული უნდობლობაც არის. Common currency is not going to help any. საერთო ვალუტა არავის აწყობს, რადგან მისით მხოლოდ დომინანტი ქვეყანა ჩინეთი ისარგებლებს და სხვებს საკუთარ პირობებს უკარნახებს. ამიტომ კონსენსუსის მიღწევა რთულია. ბრიქსის პირთს ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა ქმნის. წელს მათ დაემატა ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეთიოპია და ეგვიპტე. ახალ საერთო ვალუტაზე საუბარი უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო გააქტიურდა. მას შემდეგ, რაც რუსეთს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა. ბოლო დროს კი ამ საკითხმა ვაშინგტონს და პეკინს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზეც წამოიწია. ბრიქსში არც საერთო ბაზარი გვაქვს, არც ერთიანი სავაჭრო პოლიტიკა. არაფერი საერთო არ გაგვაჩნია. პარალელურად ინდოეთი ზოგიერთი სხვა ქვეყნის მსგავსად საკუთარი ვალუტის გაძლიერებას და დოლარზე მისი დამოკიდებულების შემცირებასაც ცდილობს. There are 17 countries. ინდოეთის მთავრობამ 17 სახელმწიფო შეარჩია, რომლებთანაც ვაჭრობა საკუთარი რუპიით ან ორმხრივი ვალუტით სურს. რუსეთიც მათ შორისაა. მოსკოვზე დაწესებულ დასავლურ სანქციებს დელი არ შეუერთდა, რადგან რუსეთისგან დიდი მოცულობის საწვავს რუპიის საშუალებით ყიდულობს, რასაც თან გარკვეული პრობლემებიც ახლავს. ინდოეთი რუსეთთან უზარმაზარ სავაჭრო დეფიციტშია. იმის გამო, რომ ინდოეთი მისგან უამრავ ნავთობს ყიდულობს და რუპიით იხდის, რუსეთმა აღარ იცის რა უყოს რუპიის უზარმაზარ მოცულობას, რომელიც მას ახლა დაუგროვდა. ინდოეთის საგარეო უწყების განცხადებით დოლარისგან თავის დაღწევა ინდოეთის ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი არ არის. ანალიტიკოსების აზრით, ამის მიზეზია ის, რომ ინდოეთის სტრატეგიული ინტერესები ბრიქსის ბლოკში ყოფნის მიუხედავად უმეტესწილად ამერიკის შეერთებული შტატებისკენ იხრება.